არის გასული, რაც ანუ აბსურდული მიზეზის გამო ზის, ახლა გლდანის მე რო პენიტენციურ დაწესებულებაში და ანუ აი არ ვიცი, ვერ გადმოვცემ უბრალოდ იმ დროზე რთული არის ჩემთვის 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი 2024 წლის 30 ნოემბერს საპროტესტო აქციების დაწყებიდან 2 დღეში დააგავეს. მას ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება. ნიკოლოზის შეყვარებულს მარიამ საპროტესტო დემონსტრაციაზე პარლამენტის წინ შევხვდით. გავრილობის პერიოდიდან სულ აქციებზე ერთად დავდივართ ხოლმე. ყოველდღიურად წერს ხოლმე წერილებს და აი წერილების უამრავი რაოდენობა მაქვს სახლში. SMS-ები ჩაანაცვლა წერილებმა, დაგვაბრუნეს 90-იან წლებში. ნოემბრის შემდეგ გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში სულ 2-ჯერ მოინახულა. მეორედ მას შემდეგ, რაც ნიკოლოზმა მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად თავადაც შიმშილობა გამოაცხადა. მე-6 დღეს როდესაც ვნახე უკვე ვთხოვე, ამაზე ვთხოვე, რომ იქნებ შეწყვიტო, ვინაიდან ძალიან ცუდად ვარ მეც და ძალიან ცუდად გამოიყურები შენც. მისი მდგომარეობა რომ ნახე წარმოუდგენელი იყო, რომ მას ესე გაიგრძელებინა შიმშილობა. 16 კილო დაიკლო თავისივე სიტყვებით. მე თვითონ ვუთხარ, რომ მეთქი ნიკა, შენ თავს ცოტათი მოუფრთხილდი, იმიტომ რომ 16 კილოს დაკარგვა არ არის პატარა ამბავი. ადვოკატმა ნიკოლოზი ცოტა ხნის წინ მას შემდეგ მოინახულა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ შეიტყო. როგორც ელგუჯა ავსაჯანიშვილი ყვება, შიმშილობის გამოცხადების შემდეგ ჯავახიშვილი ცალკე საკანში გადაიყვანეს, სადაც ბრალდებულმა ღამით გრძნობა დაკარგა, თუმცა სამედიცინო დახმარება არ მიუღია. ადვოკატმა რეაგირებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართა, მაგრამ მისი თქმით, დროული რეაგირება არც ამას მოჰყოლია. ჟურნალისტებსაც მიადგნენ მედიას, რომელიც შეიძლება ითქვას ერთადერთ იმედად გაგვექცა, რომლის დამსახურებაცაა, რომ თლაც საბჭოთა კავშირში არ ვართ. არ გხრედენ ქუჩებში და სოლიდარობა როგორ არ გამომეცხადებინა. სოლიდარობა მზია ამაღლობელს და სოლიდარობა რეჟიმის ყველა ტყვეს. წერდა ნიკოლოზ ჯავახიშვილი 25 იანვარს გავრცელებულ წერილში. ჟურნალისტები ამ ყოველ დაკავებული პირისთვის იბრძვიან ინფორმაციას ავრცელებენ და თვლის რომ ჟურნალისტებიც ისევე ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლები არიან და ზუსტად ერთ-ერთი გამოვლინება იყო ის რომ მას სურდა იმ ჟურნალისტებისთვის პირველი რომლებსაც ჯერ არ შეეხნენ და იმედი არ მოხდება ეთქვა ჩვენ ამ ყველაფერს ვხედავთ და მადლიერები ვართ და მეორე უშუალოდ ქალბატონი მზიას მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოივლინა. ძნელია თქვა რომ ადამიანი რომელიც უსამართლოდ ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე არის დაკავებული და ადამიანი რომელიც არის მუსიკოსი 20 წლის ბიჭი ხო რომელსაც მთელი ცხოვრება წინ აქვს და უწევს გლდანის დახურული ტიპის ციხეში ყოფნა, რომ კარგად არის. ამის თქმა არ შეიძლება, იმიტომ რომ არ არის ეს კარგად ყოფნა. მაგრამ ყველაფერი არის შედარებითი და თუ ვიტყვით იმას მისი შიმშილობის პერიოდიდან შემდგომ პერიოდში როგორ არის, რა თქმა უნდა შედარებით კარგად არის, მაგრამ ის შემართება და ბრძოლის მუხტი და სურვილი მას ყოველთვის ჰქონდა, როგორც ცუდადაც არ უნდა ყოფილიყო. ჯავახიშვილმა შიმშილობა რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყვიტა. რის შემდეგაც სამარტო საკნიდან კვლავ ძველ საკანში სხვა ბრალდებულებთან დააბრუნეს. მისი ოცნება იყო, რომ ერთ დღესაც ყოფილიყო ისეთი ცნობილი დიჯეი, რომ გერმანიაში კონკრეტულად ერთი კლუბი ჰქონდა ამოჭრებული, რომელიც ძალიან უყვარდა ბერქეინში, დაეკრა, ცდილობდა რომ მოეძიებინა ახალი მელოდიები, შეექმნა თვითონაც და პროდიუსინგი გაიწია სხვადასხვა მელოდიისთვის, თვითონ აწყობდა ხოლმე მუსიკებს. დიდად მე არ ვარ მუსიკალურ სფეროში განათლებული და არ მაქვს შეხება ამ სფეროსთან, მაგრამ ნიკადან ცოტა რაღაც დეტალები ვიცი, რომ რაღაცებს აწყობდა ხოლმე კომპიუტერში მუსიკებს და ქმნიდა თვითონაც. მაქსიმალურად ცდილობდა ხოლმე, რომ ცოტა დაეძინა, რომ თავის საქმეს არ მოწყვეტილიყო, იმ დონეზე უყვარდა თავისი პროფესია და თავისი საქმე. ვიდეო მტკიცებულებითაც კი არ დასტურდება, რომ ბატონმა ნიკოლოზმა კონკრეტულად ვინმე პიროვნებას ესროლა და დაცვის მხარეს ყავს დაახლოებით 4 მოწმე, თუ მეტი არა, რომელიც ადასტურებს, რომ ბატონ ნიკოლოზთან ერთად იყვნენ და ხედავდნენ, რომ ბატონი ნიკოლოზი ამ ფეროქს ჰაერში ისროდა და ნახეთ როგორი სიტუაცია. ვიდეოშიც კი ჩანს, რომ ჰაერში ისრის და ამასთან ერთად მოწმეებიც არსებობენ და ჩვენი სასამართლოსო პირობებში, რასაც ხედავთ მოსახლეები, რასაც აკეთებენ, კი ვიცით, იმიტომ რომ არაერთ кейს ვიცავ, მაგრამ საერთო ობიექტური თვალისთვის და სტრასბურგის სასამართლოსთვის
საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის. ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უნდა მივმართოთ, რადგან ბატონ ნიკოლოზის მიმართ ჩვენების დაწერის დროს განხორციელდა იძულება, რაც ასევე დასჯადი ქმედება არის და ისეთი რაღაცები დააწერინეს, რასაც არც ეთანხმება და არც ყოფილა. შესაბამისად, ამ ნაწილშიც პასუხისმგებლობა უნდა მოვითხოვოთ იმ სამართალდამცავების, რომლებიც ეს ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სხვა кейსებიდანაც თუ ვიმსჯელებთ, ან კამერებს აქრობს, იმის ნაცვლად რომ ეს კამერები მოიპოვოს, ან საერთოდ არ რეაგირებს. ჩვენ პირდაპირ სახელები და გვარები ვიცით, არაერთ кейსზე, ასევე ნიკოლოზის кейსზე, რომელმა პირობებიც ეს განახორციელეს და ელემენტარული გასაუბრებაზე არ ყავთ ეს პირები დაბარებული. ეს 7 კაცი ვისთან ერთადაც მოისაზრებენ ჯგუფს, ანუ რეალურად საერთოდ ერთმანეთს არ იცნობენ და საერთოდ სხვადასხვა ქმედებაზე არიან დაკავებულები. და ანუ აბსურდული ბრალდება არის ადამიანმა ჰაერში ფეიერვერკი ისროლა. ახალი წლის ღამესაც დაშვებული იყო ჰაერში ფეიერვერკის სროლა და იმ პერიოდში, როდესაც მისი დაკავება მოხდა, ჰაერში ფეიერვერკის სროლა არ იყო არც სისხლის სამართლის დანაშაული და არც ადმინისტრაციული სამართლის დანაშაული. ნიკას სურდა, რომ ეს ჩემი რა მისი დროშა ჰქონოდა პროცესზე და მოსამართლემ არ მისცა იმის შესაძლებლობა, რომ პროცესზე მას დროშა გაეშალა. აქედან გამომდინარე, მე გავშალე პროცესზე დროშა. არ ვიცი, რამდენად იმედი უნდა მქონდეს ამ მთავრობის და ამ მოსამართლეების ხელში. იურისტი ვარ და ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული არის ეს საკითხი, რაც ეხლა ხდება ზოგადად სახელმწიფოში, ანუ ძალიან რთული ვითარება არის, ანუ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არის ხოლმე და ანუ გული მისკდება. სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდეს. არ იქნება მშვიდობა. ყველაზე კარგი სლოგანი არის ეს სამართლო სასამართლო, რაც ეხლა გვაქვს და მართლაც და ხალხის ძალის ეშინოდეთ. ნიკოლოზ ჯავახიშვილთან ერთად პროკურატურამ ბრალი კიდევ 7 პირს: ვეფხია კასრაძეს, ვასილ კარძელაშვილს, ზვია ცეცხლაძეს, გიორგი გიორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევსა და თორნიკე გოშაძეს წარუდგინა. აქედან 3-ს ცეცხლაძეს, კარძელაშვილსა და კასრაძეს ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება. დანარჩენებს კი ძალადობაში მონაწილეობა. მათი სასამართლო პროცესი 6 მარტს 12 საათზეა ჩანიშნული.